შენობა ნაგებობის საძირკვლის ფუძის, ანუ ფუნდამენტის საყრდენის, ანუ ფუძის, გრუნტის სიმკვრივის გამტკიცების მეთოდები. თუმცა სანამ ამ გამტკიცების დაწნეხვა-შეწნეხვის მეთოდზე გადავალთ, მნიშვნელოვანი არის შევისწავლოთ 10 მნიშვნელოვანი ფაქტორი გრუნტში არსებული მდგომარეობის შესახებ. პირველი, ბუნებრივი ტენიანობა, ბუნებრივი სიმკვრივი, ჩონჩხის სიმკვრივი, მშრალი გრუნტის სიმკვრივი, პლასტიურობის ზედაზღვარი, პლასტიურობის ქვედაზღვარი, პლასტიურობის რიცხვი, გრუნტის შიგა ხახუნის კუთხე, კუთრი შეჭიდულობა, დეფორმაციის მოდული. მოცემულ ნახაზზე ქვაბულის სიღრმე 2,5 მეტრია, სადაც გრუნტის ბუნებრივი სიმკვრივე 1,75 გრამს სანტიმეტრ-კუბზე შეადგენს. აქ აუცილებელი არის ჩატარდეს დაწნეხვა-შეწნეხვის სამუშაოები, რათა გრუნტის ბუნებრივი სიმკვრივე გავზარდოთ. გრუნტის სიმკვრივე გაიზარდა 2 გრამამდე სანტიმეტრ-კუბზე, რაც მეტრ-კუბზე 2 ტონას შეადგენს. რაც უფრო მაღალია სიმკვრივის მაჩვენებელი, მით მეტად საიმედო არის შენობა ნაგებობის საძირკველი. თუ ეს მაჩვენებელი დაბალი არის, მაშინ შენობა გაწირულია როგორც ფუნდამენტით, ისე მთლიანი თავისი არსით. როდესაც მშენებლობა მიმდინარეობს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც უწინ ფუნქციონირებდა ნაგავსაყრელები, ეს იწვევს ნეგატივს ადამიანებში. თუმცა სანამ მშენებლობის ნებართვა გაიცემა და სანამ მშენებლობა დაიწყება, იქ მიმდინარეობს შესაბამისი გეოლოგიური კვლევები ნიადაგში არსებული გრუნტის სიმკვრივეს, რათა მოხდეს არსებული ბუნებრივი გრუნტის სიმკვრივის მეტად გამკვრივება, გამტკიცება სხვადასხვა ხელოვნური მეთოდებით, რაც მოიცავს დაპრესვას, დაწნეხვას, ბეტონის ჩასხმას, ბუნებრივი მძიმე ქვების დაპრესვას და სხვადასხვა ტიპის